ალიკო დაკავებული ჩინეთის 10 მოქალაქე და საქართველოს 2 მოქალაქე ქალბატონი დღეს სასამართლო პროცესის დაწყებამდე ითხოვდნენ, რომ მოსამართლეს დაეკმაყოფილებინა მათი შუამდგომლობა, მათ პირადად მიმართეს მოსამართლეს და ითხოვეს, რომ პროცესი დახურულიყო. გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ სურდათ იმ დეტალებზე ქონოდა წტომა საზოგადოებას, რაც გაჟღერდებოდა სასამართლო სხდომათა დარბაზში. ინიციატორი პროცესის დახურვის იყო შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი და დაკავებული მომღერალი ხატია წერეთელი, რომელმაც ადვოკატს თხოვა, რომ ეშუამდგომლა მეორეჯერ სასამართლო სხდომაზე, რომ დახურულიყო თავიდან ბოლომდე სხდომა. ხატია წერეთელის ადვოკატი განმარტავდა, რომ მომღერალს არ სურდა მის საქმეზე წვდომა ქონოდა საზოგადოებას, არ სურდა, რომ გაჟღერებულიყო სასამართლო პროცესი, ის დეტალები რა ვითარებაში დააკავეს და კონკრეტულად მისი საქმიანობის შესახებ. მოსამართლემ დააკმაყოფილა ეშუამდგომლობა და დახურულ კარს მიღმა წარიმართა პროცესი. ძირითადად საუბრობდნენ ადვოკატები გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთ დაკავებულ ქალბატონს, მათ შორის ჩინეთის მოქალაქეებს, საქართველოს 2 მოქალაქე ქალბატონს, რომელსაც პროსტიტუციას და პროსტიტუციისთვის ხელშეწყობას ედავება საგამოძიებო უწყება, არ დაურღვევია დუმილი. არც ერთი მათგანი ამ დრომდე არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, მათ ჩვენებებიც კი არ აქვთ მიცემული სამართალდამცველებისთვის დაკავების პირველ ეტაპზე. ერთადერთი მხოლოდ ხატია წერეთლის ადვოკატმა არ გამორიცხა დღეს, რომ შესაძლოა მომღერალმა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მან მისცეს სრული ჩვენება მის საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს წინა სასამართლოს სხდომამდე მოხდება. ამ დრომდე ის დუმილის უფლებით სარგებლობს. რაც შეეხება საქმის დეტალებს, დაკავებულების ადვოკატები, მათ შორის ჩინეთის მოქალაქეების ადვოკატები დღეს ამტკიცებდნენ, რომ მათ დასაცავ პირებს არ ჩაუდენიათ არანაირი ტიპის დანაშაული. ისინი ადვოკატებთან საუბრობენ, რომ არ უარყოფენ საბრალდებო უწყების ერთ-ერთ დეტალს, რომ ისინი ნამდვილად იყვნენ ჩართული სექსუალური მომსახურების სფეროში, თუმცა მათთვის გაუგებარია, რატომ არის დანაშაული მათი საქმიანობა. ჩინეთის მოქალაქეები ადვოკატებთან განმარტავენ, რომ მათ ყავდათ ზემდგომი, რომელთანაც შედიოდა ის თანხები, რომელსაც ისინი გამოიმუშავებდნენ. ასევე ნაქირავე ფართს, ობიექტს ყავდა მეპატრონე, რომელიც ამ დრომდე არის თავისუფლებაზე, ის არ დაუკავებიათ არც ერთი ზემდგომი პირი, რომელიც ექსპლუატაციას, შეიძლება ითქვას, ექსპლუატაციას უწევდა ჩინეთის მოქალაქე ქალბატონებს. წეროდ ეს იყო პრეტენზიის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც დააფიქსირეს მათ ადვოკატებთან, ადვოკატებმა კი ეს ყოველივე სასამართლო პროცესზე განმარტეს. მასაჟი რაც შეეხება სხდომის დახურვას, ეს იყო დაცვის მხარის შუამდგომლობა, ბრალდების მხარე არ დაეთანხმა ამ შუამდგომლობას, თუმცა სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობას სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, არც აღიარებას ქონია ადგილი სხდომაზე და ჩემი აზრით საერთოდ არ იყო საჭირო სხდომის დახურვა. ფართის მეპატრონე არც ერთ შემთხვევაში არ არის დაკავებული. ფართის მეპატრონე რომ აქირავებს ფართს, ანუ ავტომატურ რეჟიმში მას არ ეკისრება ფართში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონტროლის ვალდებულება. რამოდენიმე პირი ფართს ქირავობდა და ეს პიროვნებები თვითონვე ეწეოდნენ ამ საქმიანობას. ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი რომელიმეს ფართს გადასცემდა. ისე დაემთხვა, რომ ის კონკრეტული პირი, რომელიც შემოვიდა, მასთან იყო კომუნიკაციაში და სხვა კონკრეტულ შემთხვევებში სხვა პირებიც ანალოგიურად მონაწილეობდნენ. ანუ ეს არ არის ფართის გადაცემა, ეს არის უბრალოდ ამ საქმიანობის განხორციელება. რაც ადმინისტრაციული წესით დამსჯელია და ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანმა ფართი გადასცა და ამის სისხლისამართლე დანაშაული ჩაიგდო. თავადაც იყო პროსტიტუციაში ჩართული. მისი პოზიცია ასეთია, ჯერჯერობით დუმილის უფლებას ნახავს. მასალებს უნდა გავეცნოთ კარგად, იმიტომ რომ გუშინ გაგვეცვალა საქმის მასალები და შესაბამისად ძალიან ბევრია და ყველაფრის გაცნობა უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია და ვერ გავეცნობ. მომღერალ ხატია წერეთელს მასთან ერთად დაკავებულ კიდევ 11 ქალბატონს, მათ შორის ჩინეთის მოქალაქეებს აქვთ ერთი შანსი. დღეს პროკურორმა არ გამორიცხა, რომ თუ ისინი ითანამშრომლებენ გამოძიებასთან წინა სასამართლო პროცესამდე, სასამართლო განხილვის ეტაპამდე, შესაძლოა მათ ბრალი შეუმსუბუქდეთ. დღეს ასევე საბრალდებო უწყების წარმომადგენელმა არ გამორიცხა, რომ ამ საქმეზე პროსტიტუციისა და პროსტიტუციისთვის ხელშეწყობის საქმეზე დამნაშავე პირთა წრე გაფართოვდეს. სოფონია ორი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.